ბაკური, ეგაკური მომაწოდე. ძლიერ ქარს გაუძლებს, დიღომში რომ იცის. იმედია. შენ თუ იცი ზღაპარის სამგოჩდრი. იყო და არა იყო რა. იყო ღორების ოჯახი. ერთ გოჩს ერქვა ლეონარდო, მეორეს ტიტო და მესამეს პიპო. Mamma mia, Leonardo, თქვენი აგიდუღდება ამდენი სწავლით. სულ ცოტაც და ჩემი სახლის პროექტს დავამთავრებ. სპაგეტი მზადა. გიჟდები ამ სუნზე. როზა, ჩემო პომიდრის ფერია. ახლავე მოგეხმარებით სუფრის გაშლაში. ისევ ჭამა, ვეღარ დავამთავრე პროექტი. ტიტო, პიპო, ჩვენ უკვე დიდი გოჭები ვართ. ეს სახლი კი, ეს სახლი უკვე პატარაა. რას გულისხმობ? იმას რომ დროა წავიდეთ. დროა ჩვენი საკუთარი სახლები ავაშენოთ. გაგიჟდი? გარეთ იცი რა საშიშია? ქარია, წვიმა და შეიძლება მგელიც იყოს. ხო, თანაგ დედა საჭმელს გვიმზადებს. მე თუ წავალ ვინ მაჭმევს? მე ხომ კვერცხი შეწვაც კი არ ვიცი. ნუ გეშინიათ, ვიცი რომ საშიში ჩანს, მაგრამ ყველაფერი გამოგვივა. აბა, ჩაალაგეთ ჩემოდნები, დიდი თავგადასავალი იწყება. დედა, მამა, თქვენთან სალაპარაკო გვაქვს. გისმენ ფილიო მიო, ლეონარდო. ჩვენ გადავწყვიტეთ სახლიდან წავიდეთ და ცალკე ვიცხოვროთ. რა? რა არ მოგწონთ აქ? როზას კერძები თუ ჩემი ხრინვა? საქმე იმაშია, რომ გვინდა დამოუკიდებლობას მივეჩვიოთ, გვინდა ჩვენით მივახციოთ რაღაცეებს. არ მომწონს ეგ ამბავი. პიპომ ისიც კი არ იცის მაცივარი საიდან ირება. გონიათ პიცა ხეზე იზრდება? ან სპაგეტი წვიმასავით მოდის ციდან? ან სად უნდა იცხოვროთ, ხო? ნუ ღელავთ, ერთმანეთზე ვიზრუნებთ და გვერდში ამოუდგებით. კარგი, თქვენი ნება. თუ რამე დაგჭირდებათ, მე და როზას იმედი სულ გქონდეთ. პიპო, შვილო, მაგ ჩანთაში ღვეზელი და სენდვიჩებია. სულ შენ არ შეჭამო, ძმებსაც გაუყავი. ტიტო, შვილო, მანდოლინა არ დაკარგო, ბაბუა შენის ნაჩუქარია. ლეონარდო, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, მიხედე შენს ძმებს. უცხოს არავის ენდოთ და ერთმანეთს გაუფრთხილდით. მეც სიამოვნებით წამოვიდოდი. ხო, რა იყო გავიხუმრე. კარგად, დედა. კარგად, მამა. რომ ჩახვალთ, წერილის მოწერა არ დაგავიწყდეთ. ახალი ცხოვრება გველოდება ჩვენ
ფასი ჭკვიანურ საქმეში ჩვენ ჩავხვრით ფესვე მიდის ჩვენი ავტობუსი გზა მიდის შორს თოვებ ჩვენ სოფელს და პატარა ეზოს თოვებ ჩვენ სოფელს და პატარა ეზოს ღრუტულს არ დავიწყებთ არ შეგვეშინდება ერთად თუ ვიქნებით ყველაფერი იქნება სახლებს ავაშენებ ჩვენ გვერდ ძმას არ დატოვეთ გასადირში ჩვენ ჩვენი სახლი იქნება მხარი ერთად ყოფნა არის ჩვენი ფარი ჩვენი სახლი იქნება მხარი ერთად ყოფნა არის ჩვენი ფარი ლა 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 აი უკვე მოვედით. ლამაზე ადგილია. ტყე ახლოსაა, ძალიან კარგი. დავისვენოთ და ხვალიდან დავიწყოთ სახლების აშენება. იპომ 3 დღეში ააშენა სახლი ჩალისგან. ტიტომ 7 დღეში ააშენა სახლი ხისგან. ლეონარდომ 1 თვეში ააშენა სახლი აგურისგან, რომელიც ძალიან მყარი იყო. იქვე ახლოს ტყეში მშიერი მგელი დაბოდიალობდა. სოფიომ არ მაჭამა საჭმელი. ძალიან მშიერი ვარ. გონი ხორციც გამოჩდა, ა? ბონჯორნო, პატარა სარდელო. შენით გამიღებ კარებს თუ ერთი შებერვით დავშალო შენი სახლი. არ გაგიღებ ბიძია მგელო. უცხოს კარს არ ვუღებ. რა გაეწყობა? ეხლა გაჩვენებ სეირს. ტიტო გარეთ დიდი მგელია. ოჰო, უკვე ორი პატარა სარდელი. შემომიშვით, კაპუჩინო დავლიოთ და მერე საქმეს მივხედავ. ყავა მეც მიყვარს, დავლილად. გაგიჟდი? დესერტი ჩვენ ვიქნებით მაგისთვის. მოთმინება მეწურება, რომ შემოვალ ტკბილების ჩხირით დამახვედრეთ. დროა გავიპაროთ უკანა კარიდან, სანამ ეს კბილებ გალესილი შემოვა. 1, 2, 3. ვინც მანდ დამხვდება, არ აქვს შანსი. გაპარულან. შორს ვერ წამიხვალ თაპეროლზე მისაყოლებელო სტეიკებო. ლეონარდო გარეთ მგელია და ჩვენი ჩახრამუნება უნდა. სასწრაფოდ ფანჯრები ავჭედოთ ხერებით. ოლა, ეს უკვე მყარი სახლია და თან 3 ჩაფუნთრუშებული სარდელი იმალება. მგელი არ წავა, ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ბუხარში ცეცხლი ჩავაქროთ და თავად ჩამოვა ხაფანგში. სარდაფიდან სიურპრიზს ამოვიტან.
პერფექტო. შეცდომა დაუშვეს ბუხარი რომ ჩააქრეს. მალე გნახავთ გოჭებო. უკვე სახურავზია ხმა ისმის. რამოდენიმე წამი და ვუალა! ყავა ხომ არ მოგართვა ბიძიამგელო. მახე დამიგეთ სარდელებო, მაინც ვერ გადამირჩებით. კაპუჩინო ხომ უნდა და რძე დავამატოთ. გესმის ხმა? პიუ მგელსელიან ციხეშიო. მე სერჟანტი პენინო ვარ. მადლობა დახმარებისთვის. ბრავისიმო, ამ გელს ერთი თვეა ვეძებთ. სოფიოს უთხარით რომ ძალიან მშია. გელს დაბანა არაწყენდა. ჩაო ფურბაკიონე. ძალიან გაგვახარეთ მე და როზა რომ მოგვინახულეთ. ეხლა მოგიყვებით ჩვენ თავგადასავალს. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი.